სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა სირაძემ მიიღო. გამოცემა ბათუმელების ცნობით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ქართველი და ფრანგი ექსპერტების დასკვნები. იდაც დასტურდება მზია ამაღლობელის ეგრეთ წოდებულ სტიკერის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნები დასაშვება ცნო, მაგრამ სხდომა მაინც ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა საქმის ზეპირ სხდომაზე განხილვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს. ეგრეთ წოდებულ სტიკერის საქმეზე მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორჯერ გაასამართლეს, პირველად 2000 ლარით დააჯარიმეს, მეორედ კი 1000 ლარით. დღეს მივიღეთ პასუხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან, სადაც შოთა სირაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მზია ამაღლობელის სამართალდარღვევაზე ჩვენს მიერ შეტანილი საჩივარი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 173 მუხლით სამართალდარღვევა ცნო მზია ამაღლობელი და მოსამართლე შაინიძემ მიუთითა გადაწყვეტილებაში ის, რომ მტკიცებულებებში არსებობდა ვიდეო, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ მზია ამაღლობელი ხელს უშლიდა პოლიციელებს. ეს ვიდეო დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. შესაბამისად, ეს ვერანაირად ვერ დაედებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ეს მტკიცებულება საფუძვლად. ამის შესახებ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზები, როგორც უცხოეთში კონკრეტულად საფრანგეთში, ასევე საქართველოში და ორივე ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს ვიდეოები მართლაც გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ. ამ ვიდეოში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არანაირ სამართალდარღვევას არ ჩადის, იგი არის ჭყლეტვაში პოლიციელების მხრიდან იმ დროს, როდესაც აკავებენ ერთ-ერთ მოქალაქეს.